1980 წლის შემდეგ მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებელი გაორმაგებულია. 2014 წელს 18 წლისა და უფროსი ასაკის 1,9 მილიარდი ადამიანი უჩიოდა ჭარბწონას, მათგან 600 მილიონი სიმსუქნეს. იმავე მონაცემებით ჭარბი წონა და სიმსუქნე აწუხებს 5 წლამდე ასაკის 41 მილიონ ბავშვს. წონის კორექციის, ჯანმრთელობის, ფსიქოთერაპიისა და ესთეტიკის ცენტრი ველესი არის კლინიკა, სადაც დაინერგა ჭარბი წონის და სიმსუქნის დამარცხების, მკურნალობის ყველაზე ეფექტური პროგრამა, სადაც მკურნალობის პროცესში პარალელურად არიან ჩართული ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და ფიზიოთერაპევტი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიმსუქნე მოსახლეობის ნაწილისთვის არის მხოლოდ ესთეტიური პრობლემა, რეალურად კლინიკებში ყოველდღიურად იზრდება რიგი დაავადებების გამოვლენა, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელთა განვითარებასაც ხელს უწყობს სწორედ სიმსუქნე. რეალურად სიმსუქნე ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემებს და ჩვენი მიზანი არის, რომ მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სიმსუქნის შემცირება და იმ დაავადებების პრევენცია, რომელიც არის ასოცირებული სიმსუქნესთან. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია და ასე შემდეგ. მრავალი დაავადება. კლინიკაში პაციენტებისთვის შემუშავებულია წონაში დაკლების უნივერსალური პროგრამა. ფუნქციონირებს ექიმი, ენდოკრინოლოგ, დიეტოლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის კაბინეტები, ასევე მასაჟისა და პრესოთერაპიის კაბინეტი. კურსში ჩართული პაციენტებისთვის კეთდება ანტიცელულიტური მასაჟი, რომელიც ჭიმავს გამხდარ კანს და ლიმფოდრენაჟის ამუშავების ხარჯზე ხდება ზედმეტი სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან. კეთდება კიდევ გამაჯანსაღებელი მასაჟები, ანტიცელულიტური მასაჟები, ასევე სპორტული მასაჟები, რომელიც გვეხმარება ჩვენი კუნთის მოდუნებისთვის და ადამიანის გამაჯანსაღებისთვის. ვაკუუმ მასაჟს ვიყენებ იმ დროს, როდესაც ქალბატონები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, ანტიცელულიტური მასაჟის შემდეგ იკეთებენ ვაკუუმ მასაჟს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფოდრენაჟის ამუშავების ხარჯზე ისევ და ისევ ხდება ზედმეტი სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან. ექიმი ენდოკრინოლოგი პაციენტს პირველი ვიზიტისას მისი კლინიკური სურათიდან გამომდინარე უტარებს სრულ დიაგნოსტირებას. ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სიმსუქნის ხარისხის დადგენა, აწონვა, სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით სიმაღლეში გაზომვა და შედეგად სხეულის მასის ინდექსების გამოთვლა. ასევე მნიშვნელოვანია შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში. პაციენტს უტარდება საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, ხდება ექიმის მიერ შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა და ინდივიდუალური კვების რაციონის შერჩევა. მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას აქვს ეფექტი, ანუ მიიღწევა პაციენტისთვის სასურველი შედეგი. კლინიკაში მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები, რომელთაც ამ დარგში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. Похудеть можно разными способами. გახდომა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, უბრალოდ შეგიძლია არ ჭამო, მაგრამ ეს აუარესებს როგორც ჯანმრთელობას, ისე ცხოვრების ხარისხს. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამ აკრძალვებზე უარის თქმა, შესაბამისად დაიწყებთ წონაში მატებას. საბოლოოდ ისე გამოვა, რომ ებრძვი წონა, ებრძვი ფსიქოსომატურ დაავადებებსაც. ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერს უნდა კონდეს იმის არჩევის თავისუფლება რა ჭამოს. შესაბამისად ჭარბ წონასთან ბრძოლაში ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია. Психолог необходим. 2-12-01-05 55-08-20-80 წერეთლის 116 მეორე სართული დიდუბე პლაზა. გამარჯობა, ეთერშია თქვენი დრო, მე ვარ ექიმი ვახტანგ გვერკველი, დღეს სამშაბათია და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობს ტელეკლინიკა. როგორც ყოველთვის ჩვენი გადაცემა შედგება სამი ბლოკისაგან, გადაცემის მესამე ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ ჰიპერტენზიის შესახებ და ზოგადად გულსის დათა სისტემის დაავადებებს განვიხილავთ. გადაცემის მეორე ბლოკი ჩვენ დავუთვეთ ყბასახის ქირურგიას და მათ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, ხოლო გადაცემას ჩვენ ვიწყებთ როგორც სიუჟეტიდან ნახეთ, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემით, რასაც ქვია ჭარბი წონა და არა მხოლოდ და კლინიკა ველესი არის ჩვენი სტუმარი, მათი წარმოადგენს ეს არის წონის კორექციის, ჯანმრთელობის, ფსიქოთერაპიის და ესთეტიკის ცენტრი ველესი, რომლის წარმომადგენლები ენდოკრინოლოგი ქალბატონი თამარ ჩადუნელი, მოგესალმებით ქალბატონი თამარ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ფსიქოლოგი სალომე დვალიშვილი, მოგესალმებით ქალბატონი სალომე, არიან ჩვენი სტუმრები. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ მუშაობთ პირდაპირ ეთერში, ასე რომ თქვენ გაქვთ საშუალება დაარეკოთ, დასვათ შეკითხვებით და ქალბატონი სალომე და ქალბატონი თამარი აუცილებლად გიპასუხებენ. მაშასე, სადამ ზოგადად პრობლემას განვიხილავდეთ.
განმარტოთ რა არის სიმსუქნე. აი როგორ მიხვდეს ადამიანი ვის არის მსუქანი და რა სიმპტომები აქვს. აი როგორ გავიგოთ თუ ვართ ნორმალური ზონის თუ არა ვართ. დიახ. თვითონ სიმსუქნე ეს არის ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ორგანიზმში ცხიმის სიჭარბე. რა თქმა უნდა, სიმსუქნის განვითარებას აქვს მრავალი მიზეზი. ყველაზე ხშირი მიზეზი არის არასწორი კვების რეჟიმი, ამას ემატება ასევე ადინამია, ანუ მოძრაო ცხოვრების წესი და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ხელს უწყობს წონის მომატებას. უნდა მოხდეს მაგრამ აი როგორ მიხვდეს ადამიანი რომ მსუქანია თუ არ არის მსუქანი ზოგადად ამისთვის შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ სპეციალური ფორმულა, საერთაშორისო ფორმულა, ანუ განსაზღვროთ სხეულის მასის ინდექსი, იგივე BMI, ეს არის კეტრეს ფორმულა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად. წონას კილოგრამებში ყოფთ სიმაღლის კვადრატზე. მაგალითად, თუ პაციენტის წონა არის 85 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე არის 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი, 85 უნდა გავყოთ 1.6-ის კვადრატზე. მიღებული შედეგის მიხედვით ჩვენ უკვე განვსაზღვრავთ წონა ნორმალურია თუ არა. თუ შედეგი არის მოთავსებული 18.5-დან 25-მდე, ეს შეესაბამება ნორმალურ სხეულის მასის ინდექსს. თუ არის 18.5-ზე ნაკლები, ეს არის წონის დეფიციტი. 25-დან 30-მდე არის ჭარბი წონა. 30-დან 35-მდე არის პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35-დან 40-მდე გახლავთ მეორე ხარისხის სიმსუქნე, ხოლო 40-ზე მეტი უკვე არის მესამე ხარისხის მორბიდული უკიდურესად მძიმე ხარისხის სიმსუქნე. თუმცა მხოლოდ BMI-ით არ ხელმძღვანელობთ, ასევე მნიშვნელოვანია რომ შეფასდეს როგორია წელის გარშემოწერილობა, იმიტომ რომ მუცლის არეში ჭარბი ცხიმის რაოდენობას არსებობას აქვს ძალიან ცუდი პროგნოზული მაჩვენებელი, ანუ ვისერალური აბდომინური გაცხიმოვნება ხომ არ არის. როდესაც ზუსტად ესე არის ხოლმე მუცლის არეშია. ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ მუცლის არეში არსებული ცხიმი განაპირობებს. საშუალებები აქვს. ზოგადად სიმსუქნე აი მუცლის არეში კონკრეტულად რომ აინდა ეს ამბავი. დაავადებების განვითარების რისკი იზრდება. ანუ ზოგადად სალკე სიმსუქნესგან შეფარდებით მუცლის არეში სიმსუქნე კიდევ უფრო ყურადსაღები, ანუ შეიძლება თქვა წონა არ იყოს ძალიან ჭარბი, მაგრამ როცა მუცელი დიდია და ასე თქვა ღიფი ქართულად რო თქვა ეროვნულად, ეს არის ძალიან პრობლემა. მუცლის გაცხიმოვნების რისკი იზრდება. მაგალითად. კი ბატონო. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ჭარბი წონის მიზეზებზე, საერთოდ ჩამოვთვლით, მაგრამ მინდა რომ კალბოდესალმეთ ჩავთოთ. რამდენად აქ მონაწილეობს ადამიანის ფსიქოემოციური სფერო? ანუ სიმსუქნის განვითარებაში აქვს თუ არა მას მნიშვნელობა და საერთოდ რატო არის ამ კლინიკაში ეს აქტიურად ფსიქოლოგი ჩართული? პირველ რიგში მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის. ძალიან კარგი კითხვა რეალურად, იმიტომ რომ თითქოს და უჩდება ადამიანებს კითხვა რა შვეშია ფსიქოლოგია და ჭარბი წონა, ხომ? რეალურად კვებდი დამოკიდებულება, საკვების სწორად მიღება და ასე შემდეგ, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი, რომელიც მკურნალობასთან ერთად თუ კი ესე ვთქვათ ფსიქოლოგიის ჩართულობა ხდება, რასაკვირველია, უფრო შედეგიანია და რატომ? ფსიქოლოგიური მიზეზებით წონაში მატების პროცესი ზოგადად შეიძლება პიროვნული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე ხდებოდეს და ამავდროულად სხვადასხვა გარემოში. მაგალითად, პიროვნული განვითარების სხვადასხვა ეტაპები, როდესაც ბავშვობაში მიღებული ტრავმები, სტრესები, ამავდროულად ეს შეიძლება იყოს გარემო, ხომ, რომელშიც არის ბავშვი უკვე ესე ვთქვათ ზრდასრული, უფრო სწორედ გარდატეხის პერიოდი, როდესაც ასევე არის კონფლიქტური სიტუაციები მშობელსა და შვილებს შორის და სხვებთან ასევე ხომ? ასევე როდესაც ზრდასრულობის პერიოდში, ხომ? ანუ ყველა პერიოდში არის რაღაცა სტრესული მდგომარეობები, რომელიც დროსაც ადამიანს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ სტრესულ სიტუაციებს და შესაბამისად ნუგეშ თითქოს პოულობს საკვებში. და ძირითად შემთხვევაში ეს არის მავნე საკვები. დიახ, რომ დაძლევს სტრესული მდგომარეობა. ძირითად შემთხვევაში ეს არის ის მავნე, მაგალითად, ტკბილეული, უფრო მავნე და არასასარგებლო პროდუქტები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აი ემოციების ფონზე ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას. დიახ. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ ფსიქოემოციურ მიზეზებს და ესე ვთქვათ, მივაქციოთ ყურადღება პარალელურად, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვიკვლევთ, ხო? რამდენად შეიძლება კვებითი დამოკიდებულება, ეს არის მარტო სტრესული სიტუაციის გართულება, ასე ვთქვათ, თუ ზოგადად შეიძლება არ იყოს სტრესში, მაგრამ რაღაცა დამოკიდებულება
დამოკიდებულება ზოგადად უახლოესი ბოლო სტატისტიკით თუ ესე ვთქვათ ვიმსჯელებთ 25%-ის შემთხვევაში, ვისაც აქვს ჭარბი-წონა მსოფლიოს მოსახლეობის, ეს არის ძირითადად განპირობებული ჯანმრთელობის მდგომარეობით აღქმილი მასა, ესე ვთქვათ, ხომ? წონა. 75% ეს არის სწორედ ემოციების და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული მიზეზების ფონზე. შესაბამისად, საკმაოდ, ესე ვთქვათ, მძაფრად დგას ეს პრობლემა, რომ სტრესულ გარემოში ადამიანი ვერ უმკლავდება ამ პრობლემას და თითქოს უფრო ხელმისაწვდომია, ხო ხვდებით, საკვები და შესაბამისად ირჩევს აი ამ მარტივ გზას. ანუ სტრესი ყველანაირად ბამდია. დიახ. შორის ჭარბი-წონის განვითარებაშიც. ეხლა ჩვენ თქვით, რომ სხვა მიზეზები არსებობს ჭარბი-წონის განვითარების. ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი სტრესებით ჩამოთვლილი. აი ენდოკრინული სისტემის როლი. ანუ თითო პარისებრი ჯირკვლის არის თუ არა ესეც მნიშვნელოვანი, რომ ნორმალური ფუნქციონირება იყოს და თუ უწყობს ხელს ჭარბი-წონის განვითარებას. დიახ. პარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, კერძოდ მისი ფუნქციის დაქვეითება, რასაც ეწოდება ჰიპოთირეოზი, ასევე არის დაკავშირებული წონის მომატებასთან. ხშირ შემთხვევაში, როდესაც არის ჰიპოთირეოზი, ამ დაავადებას თან ახლავს უმიზეზოდ წონის მომატება ჩვეულებრივი კვების ფონზე. ჰიპოთირეოზის დროს პარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, ანუ უფრო მცირე რაოდენობით გამოიყოფა მისი ჰორმონები FT4 და FT3, ხოლო პირიქით მომატებულია თირეოტროპული ჰორმონის დონე, ანუ TSH არის სისხლში ნორმაზე მაღალი. ამ დაავადების დროს იმატებს ქოლესტერინის დონე, იზრდება ათეროსკლეროზის განვითარების რისკი, იმატებს პროთრომბინი. პაციენტები ჩვეულებრივი კვების ფონზე იმატებენ წონაში. სამწუხაროდ ჰიპოთირეოზს არ აქვს განსაკუთრებული სპეციფიური ჩივილები, რის გამოც ადრეულ ეტაპზე ხშირ შემთხვევაში მისი დიაგნოსტირება არ ხდება, თუმცა მაინც უნდა მივაქციოთ ისეთ ჩივილებს ყურადღება, როგორიც არის საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების გაუარესება, შეიძლება იყოს შეშუპებები, კუჭის მოქმედების შეფერხება, ანუ ყავსობა. ქალბატონებში ირღვევა მენსტრუალური ციკლი, არის არარეგულარული ხშირ შემთხვევაში, ასევე სპონტანური აბორტები, უშვილობა, მოქმედებს პულსის და წნევის ციფრებზეც, უფრო შენელებულია გულის ცემა, პულსი. ანუ ძალიან საყურადღებო ესეთი მდგომარეობა. ეს ძალიან საინტერესო თემაა, მაყურებელი გველოდებ, მოდი შემოიყვანოთ ეთერში და მე გავაგრძელოთ საუბარი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ალო. დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. მაინტერესებს ანუ კურსი რამდენხნიანი არის და ასევე ძალიან დაკავებული ვარ და ყოველდღიურად არის აუცილებელი რომ ეკითხან ვიარო. მადლობთ ზარისთვის, ანუ როგორც ჩანს პიროვნებად საწყობს ჭარბი-წონა და როგორ ხდება ამის რეგულაცია თუ ეს კლინიკაში? ჩვენთან კურნალობის კურსი გრძელდება 6 თვე. ამ 6 თვის განმავლობაში პაციენტს მაგრამ აქ ყოველდღიურია საჭირო? არა. პაციენტს უწევს ჩვენთან ვიზიტი, როგორც ენდოკრინოლოგთან, ასევე ფსიქოლოგთან და პარალელურად უტარდება ფსიქოთერაპევტის მიერ მასაჟის პროცედურები. საშუალოდ 2 კვირაში ერთხელ. როგორც ენდოკრინოლოგთან, ასევე ფსიქოთერაპევტთან. რეალურად ხდება 6 თვიანი კურსის განმავლობაში პირველადი კონსულტაცია, თავდაპირველად რომელიც გახლავთ უფასო და ხდება წინასწარ ჩაწერილი. მოდით მაშინ ამას ცოტა დეტალურად შევხედოთ. ანუ აი პაციენტი მოვიდა კლინიკაში, აქ ჭარბი-წონა. აი როგორ ხვდებით რა? პაციენტმა დარეკა ჩაეწერა პირველად კონსულტაციაზე. ჭარბი-წონა მოვიდა თქო. აი პროცედურა რომ მოვყვეთ რა პროცედურებს. პირველად კონსულტაციაზე იღებს გამოცდილი, ესე ვთქვათ, კვებითი სპეციალისტი, ფსიქოლოგი, რომელიც ესე ვთქვათ, განიხილავს თუ რის ფონზე მოხდა ჭარბი-წონა, ანუ რა საიდან დაიწყო ესე ვთქვათ წონაში მატების პროცესი, ხო? მე რომ მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ეს. შესაბამისად განსაზღვრავთ, ანუ რა არის ჭარბი-წონის მიზეზი რეალურად. შესაბამისად პირველადი კონსულტირების შემდეგ თუ კი ყველა ამომწურავ ინფორმაციას რასაკვირველია მიიღებს თუ განრიგს მათ შორის, თუ როგორ ხდება დასწრება ჩვენთან. ამის შემდეგ მიდის ესე ვთქვათ ენდოკრინოლოგთან უკვე. ენდოკრინოლოგთან პირველადი ვიზიტის შემდეგ ყველა ის კლინიკურ ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც ენდოკრინოლოგი ჩათვლის საჭიროდ, გაკეთდება. ერთ კვირაში მოდის ანალიზის პასუხი, დგება ინდივიდუალური კვების რაციონი, ინდივიდუალურად ყველა პაციენტისთვის, ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე, ანუ ამის შემდგომ 2 კვირაში ერთხელ აუცილებელი არის ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, აუცილებელი არის ფსიქოლოგთან ვიზიტი. შესაბამისად არის ფიზიოთერაპიული მასაჟის ანუ პროცედურები ასევე შედის და შესაბამისად შედის ასევე 3 დღიანი ტრენინგ კურსი, რომელიც ემსახურება ზუსტად რომ პირველ რიგში მოხდეს დადგენა იმის თუ საიდან დაიწყო პაციენტმა წონაში. და ეს მასაჟიც ბოდიში არის ცნობილებს რამდენი ხანში ერთხელ არის საჭირო? საერთოდ რეკომენდირებული არის დღე გამოშვებით.
შესაბამისად 4 ესე ვთქვათ პროცედურა შედის ღირებულებაში, ანუ 6 თვიან კურსში, დანარჩენი უკვე შემდგომ თავადაც შეუძლია. მაყურებელი კიდევ გველოდება და გავაგრძელოთ საუბარი ძალიან საინტერესო თემა ეს. გისმენთ კოპირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენს ნომრებს. სტუმრებთან მეკითხვა შეკითხვა თუ შეიძლება. დიახ. აი 6 თვიანი ვადის პირობებში რამდენი კილოგრამის დაკლება არის შესაძლებელი? დიახ. და თუ ხერხული არ იქნება სავარაუდო ღირებულებაც რომ გითხრათ დიდი მადლობა. კი ბატონო, მადლობ ზარისთვის. ანუ 6 თვეში რა შედეგი შეიძლება ველოდოთ? რამდენი კილო შეიძლება დავიკლოთ და ნუ სავარაუდო ფასი ალბათ ინდივიდუალურია. დამოკიდებული არის პაციენტის წონაზე. რომელი ხარისხის სიმსუქნეა, რამდენი არის ჭარბი წონა. საშუალოდ წონაში კლება ნორმაში მიმდინარეობს კვირაში 1 კილოგრამის დაკლება. ანუ კვირაში 1 კილოგრამი სრულად ნორმალურია. ანუ სწრაფად და აი მშრალ დიეტაზე ზდომა არ არის რეკომენდებული. დიახ, ეს არ არის მონოდიეტის სახით წონაში დაკლება. 6 თვის განმავლობაში პაციენტი სწავლობს, ეჩვევა, როგორ უნდა იკვებებოდეს, როგორი უნდა იყოს მისი სწორი იკვების რეჟიმი და ეტაპობრივად იკლებს წონაში, იმიტომ რომ შემდგომში არ მოხდეს ამ დაკლებული წონის უკან ანაზღაურება სწრაფად. ანუ თქვენ კლინიკაში ზრუნავთ არა მარტო იმაზე რომ იმ წუთას მივიღოთ შედეგი, არამედ რომ პერსპექტივაშიც არ აკრიფოს და არის რაღაც დიეტები პოპულარული არ ჩამოთვლით რომ დიეტას დროს კი კაია, მაგრამ ზუსტად ის პლუსია ზოგადად რომ ხდება ყველა ის სადილები რაც ზოგადად კეთდება, ხომ? არის ჩვეულებრივად ჩართული რაციონში, ხომ? მეტნაკლებად ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე უბრალოდ ენდოკრინოლოგი ზღუდავს კონკრეტულად აი ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე რაღაც პროდუქტებს, ხომ? ამიტომ ეს არის ესეთი გაუსაძლისი დიეტა და სულიშიმში ეს რამები არის. ანუ თქვენ კლინიკაში მოცულ პაციენტს არ ელოდება ტანჯვა და რა. პირიქით. კომფორტულ გარემოში, მშვენიერ კლინიკაში თამითოდეს მასაჟი ყოველთვის ასიამნო კიდეც არ ქონდეს ჩამოწონა. რაც ყველაზე მთავარია, ბატონო ვახტანგ, არის ძალიან ხელმისაწვდომი რეალურად, ანუ 760 ლარი გახლავთ სრული კურსის ღირებულება, ანუ სრული 6 თვიანი კურსის მომსახურება, სადაც თქვენზე ზრუნავს არა მხოლოდ ერთი დაუშვათ სპეციალისტი, არამედ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც 6 თვის მანძილზე ინდივიდუალურად ჩართულია თითოეულ პაციენტთან. თავარი არის რომ თვეში 100 ლარი გამოდი დაახლოებით, ხო? ეს სრულად რეალურია. დიახ, დიახ. და ისა როგორც ვიცი თქვენი სპეციალისტები ყავთ სხვა ქვეყნიდან კიდევ მოწვეული. დიახ, ყავს მოწვეული სპეციალისტები ასევე. მოწვეული სპეციალისტები ასევე, რომლებიც სისტემატურად ჩამოდიან ჩვენთან ყოველთვიურად. ტარდება როგორც ანუ ისინი არიან როგორც ჩვენი კლინიკის ესე ვთქვათ წონაში კლების პროგრამაში ჩართულნი, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ფსიქოთერაპიული ესე ვთქვათ ცენტრიც არის ამ კუთხით, იმიტომ რომ ხდება მუდმივად მიღება და ჩაწერა კონსულტაციაზე მათთან, ასევე შესაბამისად მრავალმხრივია ამ კუთხით. ძირითადი მიმართულება არის ჭარბი წონა, რასაკვირველია, თუმცა გვაქვს დამატებითი, ესე ვთქვათ, მომსახურებებიც. ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია აქტიურად მონაწილეობს ყველა პროცესში და შეიძლება არ კონდეს ჭარბი წონა, მაგრამ ფსიქოლოგს მომართოს სხვა სახის დახმარებისთვის. თუ სწორედ გავიგეთ, ძალიან კარგი. მოიდა არ მინდა რომ ასეთი საკითხი გამოგჩნდეს, აი ორსულობა და ჭარბი წონა. ხშირად არის რომ ადამიანი ლამაზი ტანადი გათხოვდა, არის კარგად და ორსულობის დროს სათუღაც ხდება წონაში მატება და შემდეგ მისი სტაბილურად შენარჩუნება. რამდენად ეს რეალურია და როგორ შეიძლება ამას წინააღმდეგ აღუდგეთ? ორსულობის დროს წონის ნამატი დამოკიდებული არის იმაზე, თუ პაციენტის წონა რამდენი იყო ორსულობამდე. ანუ რამდენი იყო ორსულობამდე პაციენტის სხეულის მასის ინდექსი. თუ ნორმალური იყოს სხეულის მასის ინდექსი, მაშინ ნამატი ნორმაში შეადგენს საშუალოდ 11-15-16 კილოგრამს. თუ იყო ჭარბი წონა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის, რომ საშუალოდ 7-11 კილოგრამი იყოს მომატებული მთელი ორსულობის განმავლობაში, ხოლო სიმსუქნის გარკვეული ხარისხის არსებობისას საშუალოდ 5, მაქსიმუმ 9 კილოგრამი მთელი ორსულობის განმავლობაში. თუმცა სამწუხაროდ ხშირად არის შემთხვევები, რომ ორსულობის დროს გაცილებით მეტს იმატებენ წონაში და შემდგომ ძალიან რთულდება როგორც ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე დედისთვის ეს არ არის სასარგებლო. ანუ ჭარბი წონა ორსულობაში ხელს უშლის ნაყოფის განვითარებასაც და თვითონ დედის მდგომარეობასაც. დიახ, კი. ორივესთვის არის ორივესთვის არასასურველი არის, კი. ამიტომ უნდა შეერჩეს ორსულს სწორი კვების რეჟიმი. ეს არ იქნება ძალიან მკაცრი და შეზღუდვებით, მაგრამ გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. აუცილებლად ამ თემას დაუბრუნდებით საგულისხმოა, მაგრამ მაყურებელი გველოდებათ ეს პრობლემა ბევრსაც უხებს და აუცილებლად საუბარი გისმენთ კოპირდაპირ ეთერში ხართ. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა.
გოგონა მყავს 21 წლის. დიახ. რომელსაც კარგახანია პრობლემები დაეწყო ფსიქიურიო და მკურნალობით ამბაზე და აი ეხლა დაგვიდგინეს რომ აქ ისა შფოთები და საჭიროა ფსიქოთერაპევტიო და თქვენთან ხდება ამის მკურნალობა თუ კი ბატონო, გვადლობ ზარისთვის, ანუ აქ სიცოცხლეზე არის ლაპარაკი, აქ შფოთვები ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება, რამდენად თქვენი კლინიკა სად არის ამ კი ბატონო, ანუ როგორც მივხვდი, მხოლოდ შფოთვების ამ კუთხით შეუძლია ფსიქოთერაპევტთან ჩაეწეროს რასაკვირველია კონსულტაციაზე და შესაბამისად შემდეგ გაეწეროს უკვე მომდევნო ვიზიტებზე, რომ აღმოფროს ეს პრობლემა, ესე ვთქვათ, და შესაბამისად, იმიტომ რომ რეალურად ის პაციენტები, რომელთაც აქვს შფოთვები, რომელთაც ეს მიდრეკილები არიან ჭარბიწონისკენ, ხო? ყველა არა რასაკვირველია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ანუ ქალბატონს აინტერესებდა ხა ჭარბიწონა არ არის აუცილებელი, ისედაც თუ აქვს შფოთვა შეუძლია მოვიდეს. კი ბატონო, რასაკვირველია, მოვიდეს და გაიაროს ფსიქოთერაპია ჩვეულებრივად მოწვეულ სპეციალისტი იქნება ეს თუ ფსიქოთერაპევტები ადგილზებზანდებით გაივლით კონსულტაცია იმის დამიხედ თუ რა არის საჭირო დაიგეგმება შემდგომი მისი ვიზიტები და ანუ ეს ყველაფერი იქნება რეგულარულად. კიდევ ზარია გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მისამართის ოპერატორია თუ ამისთვის მოასწრეთ ჩვენ ძირფას დროს მისამართის გამორეკავდა. გავაგზავნოთ ორსულებზე, ანუ ორსულის მეთვალყურეობა სიცოცხლის დროს არის პირიქით აუცილებელი და არა ის რომ აი ორსულად ვარ და მე რა გავსუქდე. არა, რა თქმა უნდა, საყურადღებო არის და უნდა მოხდეს მონიტორინგი რამდენ სიმატებს ორსული ზონაში. ანუ ორსულს რომელსაც აქვს ჭარბიწონა, ის უფრო უნდა მოვიდეს. დიახ, საერთოდ ფსიქოემოციურ ფონზეც არის აქ საუბარი რეალურად, ხომ? ანუ ორსული ის მდგომარეობა, რომელიც მეტად გამძაფრებულია ემოციური ფონი შესაბამისად, იმისათვის რომ მოხდეს უკვე ორსულობის პერიოდში ამის კონტროლი, კარგი არის თუ კი ორსული აქცევს ამას ყურადღებას თავიდანვე. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კატეგორია რომელიც მოდის, ძირითადად ეს არის ის ქალბატონები, მაგალითად, რომლებსაც ზოგადად აი ბავშვის გაჩენის შემდგომი დეპრესია, სტრესი, დაუშვათ სახლში არის რუტინა, რომელიც არის იმდენად მობეზრდა, რომ რასაკვირველია ეს იწვევს შემდგომ ჭარბწონას, აი ზუსტად იმ ფსიქოემოციურ ფონზე. შესაბამისად, თუ კი თავიდანვე ხდება ამაზე მუშაობა, ანუ თავიდანვე და კორექცია არ უნდა გადადება, რომ აი ჯერ ბავშვს გავაჩენ, გავზრდი და მე გავხდები და გამოვიდე. ორსულობის დაგეგმვამდე დაიკლოს წონაში. დაგეგმვამდე და პერიოდში. არ კონდეს სიმსუქნე. ეხლა ჩვენ ცირდეს გართულებების რისკი. ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად სხვა მიზეზები ამ სიმსუქნის განვითარების და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით ვისაუბროთ საერთოდ აი სიმსუქნე, აი გასუქდა მე რა, ნუ ამბობს რომ მე თავი მომწონს სუქანი. რამდენად ცუდია ეს ჯანმრთელობისთვის და რამდენად სახით რა საფრთხეს წარმოადგენს პიროვნებისთვის. სიმსუქნე თავის მხრივ უკვე დაავადება არის, რომელიც ასევე ზრდის რიგი დაავადებების განვითარების ალბათობას. რთულდება იზრდება რისკი მეტაბოლური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ინსულინ რეზისტენტობა, დისლიპიდემია, ასევე ხშირდება კარდიოლოგიური დაავადებები, ანუ გულსისდართვა სისტემის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ვენების თრომბოემბოლია, ინსულტის რისკი იზრდება. სიმსუქნის დროს ასევე აღინიშნება ხოლმე კუჭნაწლავის სისტემის ცვლილებები, ღვიძლის გაცხიბოვნება, ნაღვლის ბუშტის ანთება, იგივე ქოლეცისტიტი, ასევე ოსტეოართრიტები, განსაკუთრებით პრობლემები იქნება მუხლის სახსრებში. ქალებში მნიშვნელოვანია რეპროდუქციული სისტემის ცვლილებები, რაც გამოიხატება ხშირად საკვერცხის პოლიცისტური სინდრომით, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. უნაყოფობა ხშირ შემთხვევაში სიმსუქნე არის ძალიან პირდაპირ კავშირში უნაყოფობასთან, უშულობასთან. სპონტანური აბორტები, ორსულობის დროს, როცა პაციენტს აქვს სიმსუქნე, რა თქმა უნდა, გაზრდილი არის გესტაციური დიაბეტის, ორსულთა დიაბეტის განვითარების რისკი, მაკროსომია, ანუ დიდი ზომის ნაყოფი. ფსიქოსოციალური სფეროს პრობლემები. ხშირ შემთხვევაში სიმსუქნის მქონე პაციენტს აქვს თვითშეფასების დაბალი დონე, შფოთვა, დეპრესია, სტიგმატიზაცია და ასე შემდეგ. ძალიან შემონათვალი ძალიან დიდია. კი, სიმსუქნე ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის. ანუ ცალსახად სიმსუქნე დაავადება. ცალსახად დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. მიუხედავად იმისა, ეს არის გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, დაავადებიდან გამომდინარეა, თუ უბრალოდ ჯანსაღი სიმსუქნეა, სულ მარტივად არასწორი კვების რეჟიმიდან გამომდინარე. ყველა შემთხვევაში სიმსუქნე საჭიროებს მკურნალობას.
ანუ კიდე ხაზგასმით რომ მაყურებლისთვის ჩვენ ძირითადად გადაცემები გვაქვს რომ მაყურებელთან მივიტანოთ ის მესიჯები როგორ იყვნენ ჯამთელი და როგორ არ გახდნენ ავად. ანუ სიმსუქნე არ არის ეს ვიზუალური რო ზოგს უკანი მოცოს ზოგს გავხდარი სიმსუქნე არის დაავადება და მას უნდა კურნალობა როგორც ყველა დაავადებას. იმისგან დამოუკიდებლად რისგან არის გამოწვეული სიმსუქნე. შედეგები ყველას ერთი აქვს და ერთმანეთზე უარესი და იმდენი დაავადებად ჩამოთვლეთ მეგონი არაფერი დარჩა რაც ზიანი არ შეიძლება მიაყენოს ადამიანს სიმსუქნე. კი ბატონო, მოდით ახლა დრო რაციონად გამოვიყოთ ნელა გვეპარება და ჩვენ ვახსენეთ თქვენ კლინიკა ველეში რო ტარდება აუცილებლად მასაჟებით ამ ასე ვთქვათ თერაპიების დროს ფსიქოთერაპევტი ენდოკრინოლოგი ყველასთან ჩართული. აი რატო აი რა ფუნქცია აქვს მასაჟს? მასაჟს ერთი რომ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს კვებასთან ერთად რასაკვირველია. გარდა ამისა კანის სტრუქტურა უმჯობესდება, ვინაიდან როდესაც ადამიანი იკლებს წონაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ შევუწყოთ კანს ესე ვთქვათ კანის სტრუქტურა რომ გაუმჯობესდეს, შევუწყოთ მას ამ პროცედურებით ხელი, ხომ? იმიტომ რომ მკვრივდება კანი, შესაბამისად და ესთეტიური თვალსაზრისით ხდება ბევრად უფრო ლამაზი. ამიტომაც ამიტომ შესაბამისად ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და ფიზიოთერაპევტი ეს არის კომპლექსური მეთოდი, სადაც ჯანმრთელობის კუთხით აღმოიფხვრება ყველა პრობლემა ფსიქოლოგიურ დონეზე და ესთეტიური თვალსაზრისითაც. და უნავის შემდეგ არა აქ პაციენტს დატანჯი და ესეთი სახე რომ შეგეცოდება ყოფილი იყოს უკანიო რომ უთხრათ ისე მაყურებელია. ისმე თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ცოტა უცნაური კითხვა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ცოტა უცნაური კითხვა მაქვს. კი ბატონო. საკმაოდ ბევრს მივირთმევს საკაკს, მაგრამ ავსუქდებით. აი ესეთ გარკვეული პრობლემა ხომ არ არის და თქვენი კლინიკა თუ მუშაობს ამ მიმართულებით. დიდი მადლობა ზარისთვის. პრინციპში აბედნიერი ადამიანი ჩავს რამდენსაც უნდა და არის შედიერ ზონაზე. აქ თუ არის შეიძლება რამე იყოს საგანგაშო თქვენისადმი როგორც ვნახოთ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორი არის მისი წონა, სიმაღლე, შეფასდეს სხეულის მასის ინდექსი. ხომ არ არის რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ხელს უწყობს წონის მომატებას და ასე შემდეგ. შესაძლებელია მოგმართოს ასეთი ტიპის პაციენტმა, გაიაროს კონსულტაცია და შესაბამისად ანუ მოვდაით კლინიკაში და მიიღებთ დახმარება, თუმცა შეიძლება ბევრს მიირთმევს, მაგრამ ბევრსაც ხარჯავთ ენერგიას. და თავარია ბალანსი შეიძლება ცოტა მიირთო, მაგრამ არაფერი არ დახარჯავდა და უარეს შედეგი იყოს. რეალურად შეიძლება პაციენტი თვლიდეს, რომ ბევრს მიირთმევს, მაგრამ არ მიირთმევდეს ბევრს, ამიტომ სასურველია რომ პაციენტი ინახოს კონსულტაციაზე და შეფასდეს მისი მდგომარეობა. ანუ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური, ისევე როგორც აი როდესაც ბევრი და ცოტა. დიახ, ისევე როგორც აი პაციენტი რომელიც მოდის პირველად კონსულტაციაზე, რომელსაც აქვს ჭარბი წონა და ამბობს, რომ აი თითქოს არაფერს არ მივირთმევ დღის მანძილზე, მაგრამ მაქვს ჭარბი წონა. რატომ? იმიტომ რომ იკვებება ძირითადად არაჯანსაღი პროდუქტებით, ანუ არადამანაყრებელი პროდუქტებით, ხომ? და მთელი დღის მანძილზე შეიძლება ის გამუდმებით ჭამდეს, უსნაობდეს, მაგრამ არ იყოს დანაყრებული, ყოველთვის გრძნობდეს შიმშილის გრძნობას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბალანსირებული კვება აუცილებლად. ანუ ეს ბევრი და ცოტა არაფრის თქველია. დიახ, ამიტომ თავარია ხარისი რას ჭამს, რამდენი ჭამს და რა რაოდენობით. და რამდენია ხარჯვა ენერგეტიკულად, ხომ? ანუ რასაც მივირთმევ, ის გავხარჯო. რამდენად კალორიებს ვსწავლობ, რამდენ კალორიას ავიცებ და როგორ და რა ხარისხის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი კვება სულ სხვა არის. ისე მაყურებელია, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. მაინტერესებს სადახარ ტერიტორიულად მისამართი დასახელება გვიან ჩაგერთეთ და გადახდა თავიდან რეხება თუ ეტაპობრივად. მადლობა. კი ბატონო, მისამართი ბრძანეთ რომ ტერიტორიულად ვართ წერეთლის 116 ნომერში, ეს არის დიდუბე პლაზას მეორე სართული. შესაბამისად ეტაპობრივი გადახდა გვაქვს ადგილზევე, TBC ბანკის განმარტებით შეგიძლიათ დაფაროთ მაქსიმუმ 3-დან 12 თვემდე მოქმედებს განმარტება. 0%-იანი განმარტება. ანუ ადგილზე ეს მოსახურებას გვაქვს შეუძლიათ ერთბაშად ვისაც ახარ აქვს, ეტაპობრივად გადაიხადოს. ეს ძალიან კარგი შეთავაზება და საჭირო ჩვენ რეალობაში სამწუხაროდ. და არ დაგვრჩეს კიდე არც ერთი საკითხი გავური. ვაკუუმ მასაჟი რა არის ეს საერთოდ? ვაკუუმ მასაჟი, ზოგადი მასაჟი ჩვენ თქვით რომ ეს კანის შესანარჩუნებლად რომ ვიზუალი და ეს დიახ, ვაკუუმ მასაჟი აი როგორც თქვით, ანუ ეს ალბათ კითხვა იქნებოდა უფრო მასაჟის სპეციალისტის მიმართ. თუმცა ეს კიდევ ერთხელ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აჩქარებს მაქსიმალურად ამ პროცესს და როდესაც ადამიანი სწორად იკვებება დღის განმავლობაში, ანუ იცავს საათობრივ კვებას, რეკომენდირებული პროდუქტები, რომელსაც ენდოკრინოლოგი უწევს, არის ჩართული, კომპლექსურად ეს გვაძლევს შედეგს. ამიტომ მხოლოდ ესეთი მასაჟის რომელიც
მხოლოდ მასაჟით დავიკლო, ესე არ ხდება, ხო? ანუ კომპლექსურად ამას აქვს ბევრად მეტი შედეგი, რასაკვირველია. ანუ ყველაფერი ერთად, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მასაჟი, ფიზიკური აქტივობა და შედეგის სახეზე გვექნება. ძალიან კაი, მაყურებელი ეთერშია, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში. ალო. შეიძლება შეკითხვა? კი ბატონო, ბრძანეთ. მე ესე იგი პირიქით დავემართა. ვიყავი მეტრი და 85, 120 კილოგრამი. ხო და ბოლო წელიწადში დიდი დიეტის და წვარების გარეშე 20-25 კილო დავიკელი და შემეშინდა ანალიზები გავიკეთე სისხლის, თირკმელების, შიდზე და ცეკეპატიზეც. არაფერი ჯამთელი ვარ და რამე კიდე ანალიზი მაგასაკეთებელი. თავს როგორ გზნობთ ხო კარგად გზნობთ? არა, კარგად გზნობ. უბრალოდ აი ზონაში ვიკლებ და ახლა ფორმაში ვარ, კარგად ვარ, მაგრამ დიეტის გარეშე დავიკელიო. პრინციპში რა ვიცი, კარგია, მაგრამ რამე აქ არის საგაგაშო, იყო 120 კილოგრამი, 1.85 სიმაღლე და სიმაღლე რამდენი? 1.85. ხშირ შემთხვევაში წონის სწრაფი იკრება დაკავშირებული არის ხოლმე სისხლში შაქრის დონის მომატებასთან, რომელიც ეტაპობრივად შეიძლება თავიდან უსიმპტომოდ ჩივილების გარეშე იყოს და შემდგომში გამოვლინდეს. სასურველი გამოკვლევით შეუტარებია, შაქარი არ უხსენებია შაქარზე. მან ვირუსებზე გამოიკვია, როგორც გავიგე, ჰეპატიტი. სასურველი არის, რომ გაიზომოს პაციენტმა შაქარი სისხლში узმოთ კვების შემდეგ და გამორიცხოს შაქრიანი დიაბეტის არსებობა. ნუ ზოგადად თუ ცხოვრების წესი არ შეცვლილა და 20 და 25 კილო დაიკლო, მაინც აქ საყურადღებო და ექიმთან ვიზიტი, კარგია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ასევე ხშირად ამის მიზეზი არის ხოლმე ჰიპერთირეოზი, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება. ჩვენ ვისაუბრეთ ჰიპოთირეოზზე, რომელსაც პირიქით ახასიათებს წონის მომატება. ხოლო ჰიპერთირეოზი იგივე თირეოტოქსიკოზის დროს, როცა ფარისებრის ფუნქცია არის გაძლიერებული, ნივთიერებათაც გაძლიერებული არის და ასევე იკლებენ პაციენტები წონაში. ანუ ჩვენ პაციენტს ურჩევთ, რომ თუ არაფერი ცვლილების გარეშე ხვდება წონაში დაკლება, არა ვირუსებზე და ინფექციებზე გავაკეთოთ აქცენტი, არამედ ენდოკრინოლოგს მიმართოთ და ის უკვე უშუალოდ განიხილავს რა პრობლემაა და არის თუ არა საჭირო. უნდა გამოირიცხოს, ხომ არ არის რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა. შეიძლება რაიმე სტრესული ფაქტორი იყოს აქ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. კონსულტირების შედეგად უნდა მოხდეს ამის განსაზღვრა, ესე კონკრეტული თქმა ძალიან გაგვიჭირდება. ოშტოში ახლა ასე და ჩაგეკითხებით, ჩვენ სტრესი ზეგან აღნიშნეთ როგორც წონაში მატების ფაქტორი, ანუ კლების ფაქტორი შეიძლება იყოს. კლების ფაქტორი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანის საერთოდ აი მაგალითად ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ პაციენტი ამბობს სტრესის ფონზე საერთოდ უარს ვამბობს საკვებზე, ხო? ან პირიქით კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ სტრესის ფონზე იწყებს კვებას, ისე რომ ამას ვერც კი აცნობიერებს, რომ ჭარბად იღებს საკვებს, ანუ ულუფა გაზრდილი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ერთშიც და მეორეშიც, ანუ როდესაც დაუშვათ სტრესის ფონზე არ ვიკვებები საერთოდ, ის ენერგეტიკული დანაკლისი, რაც ორგანიზმს გაუჩნდა, იმიტომ რომ ხარჯავდი ენერგიას, გადავა სტრესი და შემდგომ იწყებს ჩვენი ორგანიზმი ამის ერთიანად ანაზღაურებას. რის შედეგადაც რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერიას მიდის ცხიმში, იმიტომ რომ ვერ ასწრებს აი ეს ცილები, ნახშირწყლები, დაშალოს ცილები ცილებად, ნახშირწყლები ნახშირწყლებად და ყველაფერი ერთად მიდის ცხიმის სახით, რაც აისახება აი ჩვენ ზედმეტ კილოგრამებს. ანუ სტრესზეც აქვს ყველა ადამიანის ინდივიდუალური რეაქცია. ნებისმიერ შემთხვევაში სტრესის ფონზე ადრე თუ გვიან ადამიანი იმატებს, თუ კი ის გადაჭარბებულად იკვებება სტრესის ფონზე. ან არ იკვებება და შემდგომ იწყებს ერთიანად კვებას. კი ბატონო, ყველაფერი გავიხილეთ თითქმის და ბოლოს აი ყველა გარდა იმისა, რომ ეს კვება, სტრესი ვახსენეთ, თვითონ ადინამია, ანუ ცხოვრების რეჟიმი, როცა უმოძრაოდ ვართ საფსავსე, ეს რამდენად სერიოზულად მოქმედებს წონაზე. და მოქმედებს, მნიშვნელოვანი არის რომ იყოს ზომიერი ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ფეხით სიარული. რეკომენდირებული არის კვირაში 3-5 დღე, 30-60 წუთი ფეხით სიარული. თუ პაციენტს აქვს შესაძლებლობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, შეუძლია ასევე დაიტვირთოს ნებისმიერი სახეობის სპორტით. ცეკვა, ცურვა და ასე შემდეგ. ანუ თუ სპორტულად არა ვარ თქვათ მომზადებული და ვერ ცურავ და ფეხით სიარული, ფეხით სიარულიც კი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა. ძალიან გვეხმარება ფეხით სიარული. ან ჩოლერტები ცირბილის გარშე უბრალოდ სიარულიც კი, თქვათ ერთ საათი. ნელი ნაბიჯით ფეხით სიარული. ესეც არის შედეგიანი. კი ბატონო. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად ყველა ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული.
კვების რეჟიმი უნდა მოწესრიგდეს, უნდა იყოს სრულფასოვანი ძილი, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და ასევე ფიზიკური აქტივობა, გაზრდილი, ზომიერი. თუნდაც სიარულის სახით. დიახ. ვისაც აქვს საშუალება, რა თქმა უნდა, სერიოზული სპორტით დაკავება კიდევ უკეთესია და თორემ ფიზიკური აქტივობა სიარულის სახითაც კი უკვე წარმატების საწინდარია. მოგეთ ჩვენ დროს ფაქტურად გადავაჭარბეთ და ბოლოს თვითონ ვთქვი, რომ რა ვუსურვოთ პაციენტებს, რა ვურჩიოთ, რომ როგორ შეინარჩუნონ რეკომენდაციები, რომ აი როგორ შეინარჩუნონ ნორმალური ზონა. როგორ არ გასუქდნენ. რა ზოგადი რჩევებით შეგიძლიათ. ურჩევდი რომ იცხოვრონ ჩანსაღი ცხოვრების წესით და თავიდან აიცილონ სიმსუქნე. არ უნდა ჩავთვალოთ ჭარბი წონა, ჭარბი კილოგრამები, რომ ეს კარგია და არ უნდა გვიხაროდეს. ანუ კიდევ ერთხელ რომ ცხოვრების ჯამთელი წესი არის საწინდარი რომ იყოს ჯამთელი და სიმსუქნე როგორც ვთქვით არის დაავადება. ეს არ არის ვიზუალური ნაკლი, ეს არის დაავადება. და თუ იმეს აქვს რაღაცა ჭარბი წონა, აუცილებლად უნდა მიმართოს ეკიპს, რომ დიდხანს და ჯამთელად იცხოვროს. კი ბატონო, ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელსაც ესთეტიური პრობლემებიც რასაკვირველია ახლავს თან. მაგრამ წამყვანია მაინც ჯანმრთელობა. უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ჯანმრთელობის. ჩვენი დრო ფაქტურად ამოიწურა, მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგესალმოთ მობრძანებისთვის, მე მაყურებელს შევახსენეთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ წონის კორექციის, ჯანმრთელობის, ფსიქოთერაპიის და ესთეტიკის ცენტრის კლინიკა ვერესის წარმომადგენლები, ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი და ფსიქოლოგი სალომე დვალიშვილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმეც ვიტყობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.